მეგობრებო, მოკლედ ერთი ამბავი რო არის ახლა ატეხილი, რომ თურმე ეს თურქები, რომლებიც თავის დროზე გასახლებული იქნენ საქართველოსდან, თურმე მესხეთის შვილები არიან, თურმე ჩვენი შვილები არიან და ასე შემდეგ და ჩვენი დებიძმები არიან და უნდა დაბრუნდნენ, რასაც ამბობს ბატონი თავარი ქოცი გოგა ხვინდრავა. საქართველოს და ქართველიერის დაუძინებელი მტერი და მოღალატე, ის ვალდებულებები, რომელიც მოღალატეებმა აიღეს, როგორც ხაინდრავამ აიღო ქართველიერის კისერზე, ასევე ლანა ღოღობერიძემ, წითელი ინტელიგენციის წარმომადგენლ, ასევე ჟვანიამ და შევარდნაძემ და სხვა ნაგვებმა იმისთვის, რომ საქართველოს ევროსაბჭოში გაწევრიანებულიყო, ნაადრევად დაჩქარებული წესით. და დღეს, როდესაც ამას გვახსენებენ და არის იმის საშიშროება, რომ საქართველოში დაბრუნდეს 400,000-მდე თურქი, რასაც შეეწირა კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობ გურამ შარაძის და მისი შვილის სიცოცხლე. ამას ცხონებული მისი პირით ამბობდა და ეხლა გამოდიან და ამბობენ, რომ როგორ მოვქცეულიყავით, ასე როგორ უნდა მოვქცეულიყავით, ისე მოვქცეულიყავით. ჩვენი მეზობელია, დიდი მეზობელია, აბა რა პასუხი უნდა გაგვეცა, გაჩვენებთ უბრალოდ ერთ წუთნახევრიან ვიდეოს, თუ როგორი პასუხი უნდა გაეცა საქართველოს პრეზიდენტს ერდოღანის მოთხოვნაზე საქართველოში თურქი მესხების დაბრუნებასთან дакავშირებით. Как историк, Звер Константинович, ваше отношение к туркам-месхетинцам и возможности их заселения Видите ли, вот этот вопрос муссируется сейчас преднамеренно, опять-таки против национального движения. Мы заявили, что с точки зрения мирового права, международного права, родина турков есть Турция. Турки не могут претендовать на территорию Грузии, где они являются пришельцами, именно оккупантами. Вот, например, аналогичное заявление сделал, допустим, сам Горбачев, когда он сказал, что вот немцы Поволжья, например, они ведь пришельцы в Поволжье. Мы не можем их сейчас возвратить в Поволжье, потому что там уже заняты их места, понимаете? И как вы думаете, это разве несправедливо? Просто физически нет места, чтобы их туда заселить. Да и кроме того, родина немцев это Германия, они, так сказать, Поволжье, не правда? Вот такое же положение, такой же подход в связи с турками, понимаете? Потому что историческая родина, когда они говорят об исторической родине, историческая родина Турции. И точнее даже Средняя Азия, потому что само турецкое племя изошло из Средней Азии. И так что у нас нет физической возможности принять сейчас турков, хотя они там жили, но когда они там пришли, вот вопрос весь в этом. Так что это не является несправедливостью. И сколько их было, когда и сколько их было, а сейчас их в 3 раза больше, понимаете? И как мы можем, маленькая Грузия, бедная, которая не имеет ни землю, ни территорию, как может сейчас заселить здесь 500 000 турков? Вот вопрос стоит. როგორც ხედავთ, ცხონებულმა ზვიადმა დეტალურად აუხსნა ის მიზეზები, რა მიზეზებითაც საქართველოს ვალდებული არ არის თურქების საქართველოში ჩამოსახლების მიმართ კონდეთ განსაკუთრებული დამოკიდებულება, რადგან ეს ადამიანები თავის თავს თვლიან თურქებად და თუ ისინი თავის თავს თვლიან თურქებად, არსებობს ამისთვის ქვეყანა, რომელიც უზარმაზარი ტერიტორიაა, არსებობს თურქეთი და მათ შეუძლიათ მიბრძანდნენ თურქეთში. ეს პასუხი გაცემული არის როგორც უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე, იურიდიულ დონეზე, აბსოლუტურად ჰუმანიტარული არხით თუ ყველაფრით. სხვანაირად ამ ყველაფერს არ ვიცი, როგორ შეიძლება შეხედოს ადამიანმა და ერთი კითხვის ნიშანიც არ არის, რუსი გენერლებიც კი გაჩვენებულები არიან ამ საკითხთან დაკავშირებით სიტყვის შებრუნებას ვერ შეძლეს. ახლა მინდა გაჩვენოთ თვითონ ცხონებული ზვიადგამსახურდიას და მერაბ კოსტავას დამოკიდებულება თურქეთის მიმართ და თურქული იმპერიალიზმის მიმართ, რომელიც ემუქრებოდა და ემუქრება საქართველოს. დანარჩენი შემდეგ თქვენ თვითონ გამოიტანეთ დასკვნები და ერთ-ორ სიტყვას მეც ვიტყვი ამ ყველაფერთან დაკავშირებით. ებით დღესაც ცდილობენ ეს წმინდა მიწა ჩამოაშორონ საქართველოს.
ეს წმინდა მიწა მორწყულია თქვენი წინაპრების სისხლით და რისთვის დასთქეს მათ ეს სისხლი ქრისტიანობისთვის. ნუ რავის დავიწყდება თუ ამ საზღვართან თურქეთის ბნელეთია მომდგარი, ელი საქართველო მეორე საზღვართან არის მომდგარი. აჭარას ჩვენ არავის დავანებებთ. კემალისტური თურქეთის ბნელეთის მოციქულთა და მოსკოვის იმპერიალისტთა შეთქმულება უნდა ჩაიშალოს. აჭარას საქართველოს უნდა დაუბრუნდეს. დაუბრუნდეს აჭარის ავტონომია. ახლა კი ზოგიერთი უკნიდან განათლებულის გასაგონად, რომელი უკნიდან განათლებული ადამიანებიც გამოდიან და ამ ლიბერალიზმის თუ რა ვიცი თავის დროს დემოკრატიის ნიღბის ქვეშ ამბობენ, რომ თურმე ზვიად გამსახურდია იყო ნაციონალისტი, ფაშისტი, ეს იყო, ის იყო და სხვა ერების მტერი იყო. 1000 ჯერ იხსენიებენ სიტყვას, რომელიც არასდროს არ უთქვია ცხონებულ ზვიად გამსახურდიას. საქართველოს მხოლოდ ქართველებისთვისო ეს იყო ჭანტურია სიტყვები, რომელსაც აწებებენ. მაგრამ ის რაც თქვა ცხონებულმა ზვიად გამსახურდიამ, ნახეთ, კონტექსტიდან ამოგლეჯის გარეშე სრულიად და მე მაინტერესებს ერთი ვინ არ ეთანხმება ამ ყველაფერს რა. ისეთი კონსტიტუციის შემუშავება, რომელიც სრულად გამოხატავს ქართველი ერისა და რესპუბლიკაში მცხოვრების სხვა ერების წარმომადგენელთა ინტერესებს. კვლავ გათანაბრებაა, მეგობრებო. საქართველო არის ქართველების ქვეყანა. ეს აქსიომა უნდა იყოს წარმოდგენილი და აღებული ამ პროგრამაში. და კონსტიტუცია უნდა გამოხატებდეს ქართველი ერის ინტერესებს. ამავე დროს ყველა პიროვნების ინტერესებს, რა ეროვნებისაც არ უნდა იყოს ის. აი არა ერების ინტერესებს, ჩვენ აზერბაიჯანის ინტერესებიც არ ვიყიდით, მეგობრებო. და თუ ვინმე იმის არა ის ამაცლება უბრალოდ. პოლიტიკა ოსებისა და აფხაზების პრივილეგიებისა საქართველოში. რატომღაც აფხაზეთის და ოსეთი არის გამოყოფილი და სახალხო ფრონტი იბრძვის აფხაზეთის უფლებების დასაცავად ოსეთის უფლებებს. ძალიან კარგი დამცველი ხავს აფხაზეთის და ოსების ინტერესებს კრემლის სახით. ძალიან კარგი. ჩვენ საქართველოს ინტერესები დაიცავით, ეს იქნება თავი. საქართველოს ინტერესებს შეიძლება დაცვა, მათ ინტერესებს არ შეიძლება, მეგობრებო. მათ შესანიშნავად იცავს კრემლი. ძალიან კარგად და დიახ. აქ არის კიდევ რამდენიმე მოსაზრება მაქვს რელიგიის ისტორიის სწავლება. უნდა იყოს კონკრეტულად, რომ ღვთისმეტყველების კურსი იკითხებოდეს უმაღლეს სასწავლებლებში. ეს აქ არ არის. რელიგიის ისტორია, თეორია ეს ბუნდოვანი გამოთქმებია. ღვთისმეტყველების კურსი, როგორც ყველა კულტურულ ქვეყანაში, ისწავლება უმაღლეს სასწავლებლებში, ასევე უნდა ისწავლებოდეს საქართველოში. აი მას უნდა მივახციოთ. დიახ, საქართველო არის ქართველების ქვეყანა და კონსტიტუცია უნდა გამოხატავდეს ქართველი ერის ინტერესებს. რა არის ამაში გაუგებარი და რა არის ამაში ცუდად ნათქვამი, თქვენვე მაჩვენეთ ნებისმიერი ქვეყნის, ნორმალური ქვეყნის კონსტიტუცია, რომელშიც ცხოვრობს ერთი ერი და ის გამოხატავს სხვა ერების ინტერესებს. თანაც შავით თეთრზე ხაზგასმით არის ნათქვამი, რომ ასევე კონსტიტუცია უნდა გამოხატავდეს ქვეყანაში არსებული ნებისმიერი ადამიანის და ნებისმიერი ერის წარმომადგენლის ინტერესებს. რა არის აქ ფაშიზმი, რა არის აქ გაუგებარი და რა არის აქ, ასე რომ ვთქვათ, ჰიტლერის და რაღაცა მუსოლინის და მსგავსი ჯოჯოების გადმონაშთი. არ გინდოდათ გეცხოვრათ ისეთ საქართველოში, რომელსაც ქართული საქართველო ქვია, აბა რა გინდოდათ, ერთი ძალიან მაინტერესებს, ისეთი კონსტიტუცია გქონოდათ, სადაც გეყოლებოდათ პრეზიდენტი, რომელმაც მშობლიური ენა არ იცის, საქართველოში არ დაბადებულა, არ გაზრდილა, კონსტიტუციაში, რომელშიც იქნებოდა ევროკავშირი და ნატო ჩაწერილი, შავით თეთრზე არის გაწერილი და ამბობენ პირდაპირ პერიოდის
ეროვნული მოძრაობის ადამიანები, დიახ, ჩვენ ქართველი ერის ინტერესებისთვის ვიბრძვით. აზერბაიჯანელი ერის ინტერესებისთვის არ ვიბრძვით. აზერბაიჯანელი უბრალოდ არიან ნახსენები, იქნებოდა ეს აზერბაიჯანელი, იქნებოდა რუსი, იქნებოდა თურქი, იქნებოდა სომეხი თუ ინგლისელი თუ სხვა, ამას არ აქვს მნიშვნელობა. ყველაფერი არის გარკვევით ნათქვამი. დიახ, ჩვენ ვიბრძვით ქართველი ერის და საქართველოს ინტერესებისთვის და ასევე ქვეყანაში მცხოვრები ყველა ერის წარმომადგენლის ინტერესებისთვის. არ გინდოდათ ასეთი საქართველო? არ გინდოდათ ქართველების საქართველო? მაშინ იცხოვრეთ უქართველო საქართველოში და იყავით ბედნიერი. და ილოცეთ, მადლობა ბატონო ბიძინა ღმერთმა დაგლოცოთ. ან მიშა და ესე გრიშა და ისე და ესე თქვენ პატრონს თქვენსაც.